რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიუს კონგრესისგან მიუვიდა წერილი, რომელშიც მას ქართული ოცნების ავტორიტარული მმართველობის არჩევნების გაყალბების და ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის შესახებ ატყობინებენ. Კითხულობთ რადიო თავისუფლების სტატიაში, ეს არის ციტატა. ამავე წერილში ჩამოთვლილი არის 25 ადამიანი, რომლებიც წერილის ავტორის შეფასებით არიან ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ. ჩამოთვლილი არის სახელები კონკრეტული ქართული ოცნების ლიდერების, მინისტრების და თანამდებობის პირების. მე ჩამოგითვლით მათ თუ რა არის ჩამოთვლილი რადიო თავისუფლების სტატიაში. ნათია თურნავა, კახა ბექაური, თორნიკე რიჟვაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე. ასევე სია, რომელიც მოხსენიებულია შემდეგი სახელით: კორუმპირებული ფინანსური გამაძლიერებლები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან და ჩამოთვლილი არის ბიზნესმენები. მათ შორის ირაკლი რუხაძე, სოსო ფხაკაძე, ხვიჩა მაკაცარია, ირაკლი გილაური, ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, ილია წულაია, ნოშრევა ნამორაძე და ვიქტორ ჯაფარიძე. ასევე მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე და ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა მოამზადეს აქტი შემდეგი სახელით: ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც ითვალისწინებს აკრძალვას, აღიარების და თანამშრომლობას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასაც, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, ასე ვკითხულობთ აქტში. კანონპროექტის ავტორები არიან რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.